საღამო მშვიდობისა ბავშვებო, მე ვარ ნინო მარგვალაშვილი, დღეს არის 42 დღე და დღეს უნდა წაგიკითხოთ ჩინეთში მომხდარი ამბავი, ზღაპარი, რომლის სახელიც არის ცარიელი ქოთანი. წიგნის ავტორი და ილუსტრატორი არის დემი. ესეთი სახელით არის ცნობილი. და დემი ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი, მწერალი და ილუსტრატორი ამ წიგნს ამ ამბავს უძღვნის ცეზის, ჯეს და ჰუანგს. დავიწყოთ. დიდი ხნის წინათ ჩინეთში იყო ერთი ბიჭი სახელად პინგი, რომელიც გიჟდებოდა ყვავილებზე. ნებისმიერი რამე, რასაც დარგავდა, ყვავილობდა, იშლებოდა, ხო, ანუ საოცარი რაღაც ემართებოდა მე იმ მცენარეს. გაიზარდა და გაზარდა ყვავილები, ბუჩქები და დიდი ხილის ხეებიც კი. თითქოს აი ესე ჯადოსნური ძალა ქონდაო. ნახე, უზარმაზარი ხილის ხეებიც კი ააყვავა. აი ამ სამეფოში სხვა ყველასაც უყვარდა ყვავილები. რგავდნენ ყველგან მცენარეებს და აი ამ სამეფოში ჰაერში სუნამო სურნელი შეგეძლო გეგრძნო ყველგან ტკბილი სასიამოვნო სურნელები იყო. სამეფოს იმპერატორს უყვარდა ჩიტები და ცხოველები, მაგრამ ყველაზე მეტად ყვავილები. და თავის ბაღს ყოველ დღე უვლიდა. საოცარი ფრინველებით, მცენარებით სავსე. მაგრამ იმპერატორი უკვე ძალიან მოხუცი იყო. მას სჭირდებოდა ტახტის მემკვიდრე აირჩია. ვინ იქნებოდა მისი მემკვიდრე? და როგორ უნდა აირჩია იმპერატორს? რადგანაც იმპერატორს უყვარდა ყვავილები ასე ძალიან, გადაწყვიტა, რომ ყვავილებს თავად აირჩიათ მომავალი იმპერატორი. ხოდა მეორე დღეს მთელს ქვეყანაში ოფიციალური განცხადება გაკეთა და ჩვენს მიწა-წყალზე ყველა ბავშვი უნდა მოვიდეს სასახლეში. იქ მათ გადაეცემათ სპეციალური თესლი ყვავილის იმპერატორისგან, ვინც თავის საუკეთესო საჩვენებს ერთი წლის განმავლობაში, თქვა მან, ის გახდება ჩვენი ქვეყნის იმპერატორიო. რა მაგარიათა, რომ ბავშვები აირჩია რა. აი ეს ახალი ცნობა მთელ სამეფოში გავრცელდა და უდიდესი სიხარული და აღტკინება გამოიწვია. ბავშვები მთელი ქვეყნიდან სასახლეში შეგროვდნენ, რათა თავიანთი ყვავილის თესლი მიეღოთ. ჩამწკრივდნენ ესე. და ელოდებიან, როდის მოვა თავიანთი რიგი. ყველა მშობელს უნდოდა, რომ მათი შვილი აირჩია იმპერატორს და ყველა ბავშვი იმედოვნებდა, რომ ის იქნებოდა რჩეული. როდესაც პინგმა მიიღო თავისი მარცვალი იმპერატორისგან, ყველაზე ბედნიერი ბავშვი იყო.
ის დარწმუნებული იყო, რომ ყველას ლამას ყვავილს გაზრდიდა. პინგმა ყვავილის ქოთანში ნოყიერი ნიადაგი ჩაადო. შემდეგ მარცვალი თესლი ძალიან ყურადღებით და ფრთხილად ჩადო მიწაში. ყოველ დღე რწყავდა. ერთი სული ქონდა ეს თესლი, როდის გაივდებოდა, გაიზრდებოდა და შემდეგ ლამას ყვავილად გაიშლებოდა. დღე გადიოდა. ერთ დღეს მეორე დღე მოყვებოდა, მაგრამ ქოთანში არაფერი იზრდებოდა. როგორ ელოდება ხო? პინგი ძალიან ახელდა, ხო და ახალი მიწა მოიტანა, კიდევ უფრო დიდ ქოთანში გადარგო. ჩაყარა. შემდეგ თესლი აი ამ ახალ ნოყიერ შავ ნიადაგში ისევ თავიდან ჩარგო. ალბათ იფიქრა, რომ სხვა მიწა ხო არ ჯობია, უფრო დიდ ქოთანში ხო არ და გააკეთა. გავიდა კიდევ 2 თვე. 2 თვე ელოდებოდა და მაინც არაფერი იცვლებოდა ქოთანში. და ამგვარად მთელი წელი გავიდა. მთელი 1 წელი. მოვიდა გაზაფხული და ყველა ბავშვი თავის საუკეთესო ტანსაცმელს იცვამდა, რათა იმპერატორს შეგებებოდნენ. ისინი მიიჩქაროდნენ სასახლისკენ თავიანთი ულამაზესი ყვავილებით და მოლოდინით, რომ მათ აირჩევდნენ. გარბოდნენ თავკუთმოკლეჭილები. პინგს შერცვა თავისი ცარიელი ქოთნის. იფიქრა, რომ სხვა ბავშვები დასცინებდნენ მას. იმიტომ რომ პირველად მოხდა ის, რომ ვერ მოახერხა თესლის აყვავილება. მისი ჭკვიანი მეგობარი გამოიქცა პინგისკენ. ხელში ძალიან ლამაზი მცენარე ეჭირა. პინგ! უთხრა მან. შენ ხო არ წამოხვალ იმპერატორთან ცარიელი ქოთნით, არა? იმიტომ რომ შენ ხო ვერ გაზარდე ასეთი დიდი ლამაზი მცენარე როგორც მე. მე ბევრი ლამაზი მცენარე გამიზრდია. უთხრა პინგმა. უბრალოდ ეს თესლი არ გაიზარდა. პინგის მამამ გაიგო ბავშვების საუბარი. ჰეი, შენ შენი საუკეთესო გააკეთე? და შენი საუკეთესო უკვე საკმარისია, რომ იმპერატორს წარუდგინო. ხანდახან, ხო, ანუ რა მაგარი რჩევა უთხრა მამამ. მართლა ყველაფერი გააკეთა. თავისი საუკეთესო გააკეთა. მაგრამ არ გამოიღო ყვავილი, არ გაღივდა, არ გაიზარდა. მამამ უთხრა, რომ ოკეი, არ გვაქვს შედეგი, მაგრამ შენი საუკეთესო გააკეთე. ამიტომ ამგვარად ის რომ შენ უკვე საუკეთესო გააკეთე, შეგიძლია მიხვიდე იმპერატორთან და ესე წარუდგე. ეს უკვე საკმარისია. მიუხედავად იმისა, ყვავილი გაქვს თუ არა. დაიჭირა ხელში ცარიელი ქოთანი და პინგი პირდაპირ სასახლისკენ გაეშურა. იმპერატორი ნელ-ნელა ყველას ყვავილს ათვალიერებდა, სათითაოდ. ყველას ყვავილი დაათვალიერებდა.
როგორი ლამაზი იყო ყველა ყვავილი, მაგრამ იმპერატორი პირქუში სახით იყო და ერთი სიტყვაც კი არ დაძრა. ბოლოს და ბოლოს იმპერატორი პინგთან მივიდა. პინგს თავი სირცხვილისგან დაბლა ჰქონდა დახრილი და ელოდებოდა, რომ მას დასჭიდნენ. იმპერატორმა ჰკითხა, რატომ მოიტანეთ სარიელი ქოთანი? პინგმა ტირილი დაიწყო და უპასუხა. ის თესლი, რომელიც თქვენ მომეცით, მე დავრგე. ყოველდღე ვრწყავდი, მაგრამ არ გაღივდა. შემდეგ უკეთეს ქოთანში გადავრგი, უკეთესი მიწით და ნიადაგით, მაგრამ მაინც არ გაღივდა თესლი. მთელი წელი ვუვლიდი, მაგრამ არაფერი გაიზარდა. ამიტომ დღეს თქვენს წინაშე ცარიელი ქოთნით მოვედი ყვავილის გარეშე. ეს იყო ჩემი საუკეთესო რისი გაკეთებაც შევძელია. მართლაც ბავშვები იცნობდნენ, როგორც ფიქრობდა, ხო? მაგრამ ამის გამო არ შეძრკა და მაინც მივიდა. როდესაც იმპერატორმა სიტყვები გაიგონა, სახეზე სღიმილმა გადაუარა. შემდეგ თავისი მკლავები პინგს შემოხვია. ხოლო შემდეგ ყველას გასაგონად სიხარულით წარმოსთქვა. მე ვიპოვე ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც იმპერატორობის ღირსიაო. მე არ ვიცი თქვენ საიდან მიიღეთ ის თესლები, რომელიც მოიტანეთ აყვავებულიო. მე ეს არ ვიცი. რადგან ის თესლები, რომელიც მე თქვენ პირადად მოგეცით, ყველა მოხარშული იყო. შესაბამისად, შეუძლებელი იყო, რომ რომელიმე გაზრდილიყო. წარმოგიდგენიათ? ანუ იმპერატორმა ესეთი რაღაც ყველა თესლი მოხარშა და წარმოგიდგენ ამ ადუღებულ წყალში მე ეს ყვავილი ხო ნამდვილად ვეღარ გაიზრდებოდა, იმიტომ რომ გადახარშული იყო. სხვა ბავშვებმა რაღაცები, მშობლებმა ალბათ ერთად მოიფიქრეს რაღაცები, რომ იმხელა მოლოდინი და სიხარული ჰქონდათ. ერთადერთი აღმოჩნდა პინგი, რომელიც გულწრფელი იყო, რომელსაც თავში არ მოუვიდა რაღაცა ხრიკები ჩაედინა, რომ სტატუსი მიიღო. მართლა აინტერესებდა, მართლა ამ სცენარის გვერდით იყო მთელი წელი. პინგ, მე ვაფასებ და მომწონს შენი საოცარი სიმამაცე, რომ ჩემს წინაშე ცარიელი სიმართლით წარსდექი და დღეიდან მე შენ გაჯილდოვებ მთელი ჩემი სამეფოთი და შენ გახდები ამ მიწაწყლის იმპერატორიო. აი, რა მხელა სიხარულია. ეს იყო და ეს დასასრული და შევხვდებით ხვალ. მიყვარხართ.